ერთებული შტატების მცხოვრები დიპლომატები, ყოფილი დიპლომატები და ანალიტიკოსები განმარტავენ კონკრეტულად რა შედეგებს მოუტანს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საერთაშორისო სანქციები და არ აღიარება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილი უკვე საკმაოდ დასუსტებულია უწყვეტი პროტესტის ფონზე, ამბობს ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის განმარტავს, რომ საერთაშორისო სანქციების და არ აღიარების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად დასუსტდება. დანიელ ფრიდი, რომელიც ასევე ამ ინტერვიუში საუბრობს სანქციების შესახებ, ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ქართული ოცნების მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტის საკითხს და ასევე სანქციების დაწესებას. ამავე ინტერვიუში ის საუბრობს იმის შესახებ, რომ იზიარებს როგორც ქართველი ხალხის, ასევე სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის არგუმენტებს ქართული ოცნების მთავრობის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ახლა საინტერესოა სახელმწიფო დეპარტამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ყოფილი დიპლომატები და ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ თუ კი სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქართული ოცნების მთავრობის არაღიარების შესახებ, ამას დიდი ალბათობით შეუერთდებიან ევროპის ქვეყნებიც, რაც ქართული ოცნებისთვის იქნება სავალალო შედეგი. აქვე დიპლომატები საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს იზოლაცია არის მოსკოვის მიზანი. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა არ აღიარებს მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად და რომ სხვებიც ასევე მიიჩნევენ. ვარაუდობ, რომ ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია, განგრძობითი გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე. საქართველოსთვის შედეგად გარკვეული დონით იზოლაცია დადგება. ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს. მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას. ვემხრობის სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ეგრეთ წოდებული მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვთ. საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ დასავლეთში. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა კი ამ დრომდე უკვე ამდენი კვირის განმავლობაში აჩვენა ისეთი თავდადება და სიმამაცე, რამაც დარწმუნებული ვარ გააკვირვა ქართული ოცნება და ალბათ მოსკოვიც. საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია. ქართული ოცნების მთავრობა, როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწადინებულია, რომ გააღრმაოს საქართველოს იზოლაცია და შეიძლება მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ. შეერთებულ შტატებში დიპლომატები, ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ კონგრესში წარდგენილ კანონპროექტებს მეგობარი აქტი და ქართული კოშმარის არაღიარების აქტებს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ორივე პარტიას მიაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. არაღიარების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დიპლომატები ფიქრობენ, რომ ამაზე ქართულმა ხალხმა ახლა ფოკუსირება არ უნდა მოახდინოს. ახლა მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობს და რას აკეთებს ქართველი ხალხი. ისინი საუბრობენ უწყვეტ პროტესტზე და ეს დასავლეთისთვის არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხის სურვილებს და ნებას ქართული ოცნების რეჟიმი არ გამოხატავს. მადლობა ნინო, პირველების პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.